იქნება ფრანგული გადაარისთვის, თქვენ როგორც იცით, ნავიგაციის გადარი იქნება განადგურებული ომის პერიოდის დროს. ფრანგული გადარი იქნება სუბსიდირებული და მერე დამონტაჟებული უახლოეს პერიოდში, შემდეგი წლის დასაწყისში. პროფკავშირები ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესისთვის სალიცენზიო მოსაკრებელი იზრდება. პროფკავშირების განცხადებით, სათამაშო აპარატებზე ყოველწლიური სალიცენზიო მოსაკრებელი 8000 ლარს შეადგენდა. კანონპროექტის მიხედვით კი ის 40000 ლარამდე გაიზრდება. რაც შეეხება ტოტალიზატორებს, მათთვის გადასახადი 12000-ის ნაცვლად 60000 ლარამდე გაიზრდება. კანონპროექტის თანახმად გაიზრდება ლატარეების, მათ შორის წამახალისებლების გადასახადები. 600 ლარს შევიდა 1000 ლარი, 8000 ლარს. ეს მარტივად გადაწყვეტა ვიღაცამ ფინანსთა სამინისტროში, რომ ბიუჯეტის ზრდა მოხდეს. სინამდვილეში ეს რეალურად არ მოახდენს არასდროს პირიქით. დაზარალდება ბიუჯეტი დაახლოებით 15 მილიონი ლარის. აქედან გამომდინარე, ეს რო დაზარალდება ცალკეა ბიუჯეტი, მაგრამ ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენთვის ამ შემთხვევაში პროფკავშირებისთვის 15000 ადამიანი დაახლოებით რჩება უმუშევრად. ყოფდებით იმ დროს, როდესაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს ჩვენი პრიორიტეტი არის ქვეყნის უმუშევრობის დაძლევა, ხო? ეს ხალხი რო შემოგვიყვება, რატო ხალხი შემოგვიყვება? ამ წაგიწე უპასუხეთ რა, ვიდეს თუ ყველა. არ არის პრობლემა მაგაზე. უბრალოდ საინფორმაცია იყო, ეს ხალხი იყო შეშინებულები, ამათან მილიონი ხალხი წარმომადგენლები და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მშობლები იაშვილის კლინიკის მიერ შემოთავაზებულ იმ პირობებს აპროტესტებენ, რომელშიც მათ შვილებს მოუწევთ მკურნალობა. ისინი დღეს პარტია მომავალი საქართველოს ლიდერის გიორგი ლაღიძის ინიციატივით იაშვილის სახელობის კლინიკის ადმინისტრაციაში შეხვდნენ და ახსნა განმარტებები მოსთხოვეს. ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მშობლები ყვებიან, რომ კლინიკის ხელმძღვანელობა მათ ონკოჰემატოლოგიური ცენტრის დატოვებას და შვილების სამკურნალოდ ანტისანიტარულ პირობებში გადაყვანას თავაზობს. ჩვენი ნაკლები მოხდეს, ჩვენი გამართლებლები მოხდეს. იქ უკვე დაუკიდია და ამბობენ, რომ გავარემონტებ. გავრემონტებაში როგორ გახდეს? ჩვენთვის თავარია, რომ იყოს ყველაფერი. და რაც შეიძლება კარგად გაკეთდეს ყველაფერი, ტუალეტებიც იყოს, ბოდიში. ჯერ ეგეთი თან შეგიძლიათ შედის და ნახეთ რა შეშია. მშობლების თქმით, ონკოჰემატოლოგიური შენობის დატოვება იმის გამოუწევს, რომ ტერიტორია გაიყიდა. ლეიკემიით დაავადებულთა მშობლებს ახალ კლინიკაში ყველაზე მეტად თვალი წერტილების გაუმართაობა აწუხებს. ისინი ძველი საავადმყოფოს დატოვებას მანამ არ აპირებენ, ვიდრე ახალი შენობა ბოლომდე არ გარემოსდება. თალთა ახლა დადებიან, იქ არანაირი პირობები არ იმესი არის ლოკალი. არ ვიცი, ნახოთ თქვენ ინფორმაციას შეეძლოთ დაათვალიერებს და მე ეს დაათვალიერებს რაშიც გადაწყავს ეს ფაქტი. გვიქეთავიდან ვიწრეთ, დაავაკეთებთ, კი ყველაფერი უნდა გაკეთებული იყოს საერთაშორისო სტანდარტების ყველანაირი პირობები ამ ბავშვების გარეთ ბოლოში ისე გამოვიდა, რომ აღარაფერი აღარ გექნება. მშობლების ბრალდებით იაშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელობა უსაფუძვლოს უწოდებს. კლინიკის დირექტორის ქეთევან ნემცაძის განმარტებით, ონკოჰემატოლოგიური ცენტრის სხვა შენობაში გადატანა იგეგმება, თუმცა არა ამ ეტაპზე. მისი თქმით, ახალ შენობაში ჯერჯერობით რემონტი მიმდინარეობს. ვარ ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია განყოფილების გადაყვანაზე. ასეთი რამ აზრასაც არ მოხდია, რომ გადაგვეყანა ბავშვები იქ, სადაც არ არის მიზანი. ტერიტორიას შეესაბამება, აი ის როგორ არის დღევანდელი ყოფის გამო ეს ყובה არ არის ამ ბავშვებთან დაფინანსებული, ამიტომ ისინი ხალხზე წანა და მიკროოჯახები აქვს შექმნილი. ეს ასე ვეღარ გაგრძელდება, კლინიკა იქნება პაციენტებისთვის, სადაც მხოლოდ პაციენტები თავის დებებით იქნებიან და არა სხვა ოჯახის წევრებთან ერთად როგორც ეს არის და რაიონიდან ჩამოსულებისთვის იქნება მშობელთა სახლი, რომელიც ამავე კლინიკის ტერიტორიაზე იქნება. ეს არის კლინიკის მოყანა თანამედროვე სტანდარტებში. ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ იაშვილის სახელობის კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ ცენტრში მკურნალობენ. ცენტრის საქველმოქმედო ფონდების გარემოსა და მკურნალობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. დაავადებულთა მშობლები ვარაუდობენ, რომ სახელმწიფომ ლეიკემიით დაავადებულთათვის დაფინანსება შეამცირა. მშობლები თვლიან, რომ მათი შედარებით პატარა ტერიტორიაზე გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი ესაა. ამას უძღებას უარყოფს იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელობა. საერთაშორისო შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსება პირიქით გადადია მომავალ ბიუჯეტში. აქ არის პრობლემა ეს არასწორი ინფორმაცია
რა მშობლებს რა ამის მიზეზი მე მაგალითად შემიძლია ის მოვიყვანო რომ ადმინისტრაციასთან არ კონტაქტი ონკოჰემატოლოგიური ცენტრის გადატანა ახალ შენობაში 2 თვეში იგეგმება. იაშვილის სახელობის კლინიკის ადმინისტრაცია პირობას ძებს, რომ ამ დროის განმავლობაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ფარმაცევტულმა კომპანია ავერსმა დღეს მსოფლიო დონის კლინიკა გახსნა. პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიდაშვილი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კლინიკა უახლესი სამედიცინო აპარატურით და სადიაგნოსტიკო ტექნიკით არის აღჭურვილი. ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკას მაღალი შეფასება მისცა. კლინიკების ქსელის პროექტის განხორციელება ავერს 14 მილიონი ლარი დაუჭდა. აქედან 11 მილიონი აღნიშნულ კლინიკაზე დაიხარჯა. ავერსის კლინიკები თბილისის გარდა რუსთავში, მარნეულსა და ლანჩხუთშიც ფუნქციონირებს. ყველანაირად შევეცადეთ, რომ ყოფილიყო რაც შეიძლება მაღალი დონის კლინიკა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომსახურების ფასებიც არის ასევე მაღალი. ჩვენ ავიღეთ ფასებას ის საშუალო ფასები, რაც არის თბილისში, ვინაიდან გვინდა რომ მოსახლეობისათვის იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სისტემაში ერთადერთი სწორი გამოსავალი, რაც არის დასავლეთის ქვეყნებში, ეს არის სამედიცინო დაზღვევა, ამიტომ მოსახლეობამ რა თქმა უნდა მაქსიმალურად უნდა მოახერხოს, რომ მისი ჯანმრთელობა და მისი ცხოვრება იყოს დაზღვეული. აი ზუსტად ეს არის ის მოდელი, რომელიც ჩვენ გვინდა ქვეყანაში დავერგოთ და მივიდეთ იქამდე, რომ ყველგან ქვეყნის მასშტაბით კონდეს მსგავსი დონის დაწესებულება, არა მარტო აპარატურის მაღალი ხარისხით და თვითონ შენობის მაღალი ხარისხით, არამედ მომზადებული კადრებით, განმზადებული კადრებით, მაღალი პროფესიონალობით და ნორმალური ადამიანური მომსახურების დონით, რომელიც ყველაფერი თანამოქმედში ემსახურება. სოლიდარობის კვირაში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სკოლის ბავშვები ერთვებიან. ბავშვებმა დღეს საკრებულოს შენობაში მათი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა მოაწყვეს. შემოსული თანხებით რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს მოხმარდებათ. დედაქალაქის სკოლის ბავშვებმა საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა საკუთარი ნებით მიიღეს და ის თბილისის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით გაიმართა. ბავშვების ხელნაკეთი ნივთები დღეს პირადად დაათვალიერეს და რამდენიმე შეიძინეს დედაქალაქის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებლებმაც. ხელნაკეთი ნივთების მყიდველები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ბიზნესმენებიც იყვნენ. შეიძლება ის ბევრი არ იყოს, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში არის სახარებაშტერია. ორი კაპიტი შეიძლება ბევრად უფრო მეტი იყოს, ვიდრე გადახდილი მილიონი. აქ მთავარია ის გასწრება და ის მისთვის სოლიდარობის, რომელიც თითოეულ ჩვენთან ქალაქებს აქვს და უნდა კონდეს და დაწინებული ვარ აი ამ ურთიერთთანადგომით ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემის გადალახვა შევძლებ. ფემინილებისთვისაც და მათთვის უსაწყისობის გასაწევში. ბავშვების ნამუშევრების გამოფენა უბრალოდ განსაკუთრებით მიცემონებას სკოლის და მით უმეტეს მე ადამიანს რომელმაც 3 წელი სკოლაში გაატარა პედაგოგად. ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო გამოფენის შემსწრენი ვარ. იქ ბევრი რაღაცები, გამარჯვებები გავხდით. მარტო კემიკა გაფიცგან გაკეთებული კაცი. ამ წელს ახლა მე ვეხმარები დევნილებს. მე ვყიდი აი ამ ყველაფერს რასაც ხედავთ ახლა.